ბორჯომში მცხოვრებლების უმეტესობა აცხადებს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასმა საგრძნობლად მოიმატა, რაც მათი ოჯახის ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება. ისინი პროდუქტის გაძვირებას ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებას უკავშირებენ. შაქარი გაძვირდა. ფილი გაძვირდა. ზეთებისაც მომატებული აქვს. ახლა პირველად სამომხმარებლო კალათის ზოგადად თითქმის ყველაფერს აქვს ნამატი. გერჩეხაც თქვათ წიბურა უფრო სწორად ცალკე ბრინჯი, მაკარონი, რაღაცებს ნამატები აქვს ყველაფერს ცოტ-ცოტა. დაახლოებით რამდენიც? 15-20 დაახლოებით თითქმის ყველაფერს. პროდუქტებზე მოიმატა. ზეხვეულებაზე მოიმატა, პროდუქტ მოიმატა. მაკარონებია, რამეა, შოკოლადები მოიმატა. ალბათ მოიმატა, ასიაკები მოიმატა. თქვენ ახლა რა შეიძლება სხვაობა თუ არის ასებში? სხვაობა რო გითხრათ მნიშვნელოვანი, სიმართლე გითხრათ ფასები არის, ვყიდულობ, მე ვყიდულობ ძირითადად ჩემს ოჯახში, მაგრამ ფასებს მაინც და მაინც ყურადღებას არ ვიქცევ. მოიმატა, როგორ არ მოიმატა შვილო? ყველაფერმა მოიმატა, ხელფასებმა არ მოიმატა, თორე დანარჩენი ყველაფერმა მოიმატა. ყველაზე იმოქმედებს ის გადასახადებია თუ ის ყველაფერი ხალხს ძალიან იმოქმედა. ყველაფერი გაძვირებულია და ხალხს კიდევ ფული ეყოფა ამდე. ახალი წელი კიდევ მოდის. მოსახლეობის თქმით, პროდუქტის გარდა ფასმა მოიმატა საწვავზეც. საწვავი თანდათან იმატებს კი, მე ბრძოლი ვარ და ეგ უკვე ძალიან იმატებს. ბენზინიც და დიზელიც ეხლა იმატებს. ისე რომ რამდენით მოიმატა? სადღაც 20 წუთამდე იმატებს დიზელი. და ასევე ბენზინიც. ბენზინი ლარდა 30 შყიდულობთ, უკვე ლარდა 75 შყიდულობთ. საწვავი, გაზი, ბენზინი პროდუქტი ყველაფერზე მოიმატა. პენსიონერი ვარ რა, 80 წლიანი რა ვქნა. მაღაზიებში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ფასმა მხოლოდ რამდენიმე პროდუქტზე მოიმატა. მომხმარებელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მათი განმარტებით ზოგიერთ პროდუქტზე მოქმედებს ფასდაკლების აქციაც. ისინი მომავალი კვირიდან სხვადასხვა პროდუქტზე ფასების უფრო მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ გამოიწვია. არის სუმცირედით მომატებული მაკარონის ნაწარმზე, ზოგიერთ სახეობებზე 15-10 თეთრი. შაქარზე იგივე ფასია დარჩენილი, ფქვილი იგივე ფასია, მაგრამ იგეგმება ამ თვის ბოლოსთვის უფრო აი ფასების მატება სასმელებზე, ტკბილეულზე, კამფეტებზე. ჩვენ ახლა მიღებული გვაქვს ისეთი პარტიები, რომელიც ძველ ფასებს ინარჩუნებს და მიღებულობთ აქციებით პროდუქციას. იმ შემთხვევაში, თუ პროგნოზები გამართლდება და მომავალი კვირიდან პროდუქტი კვლავ გაძვირდება, ფაქტია, რომ მოსახლეობას ახალი წლისთვის მომზადება ძვირი დაუჯდება.